პარტიული რევოლუცია ბიძინა ივანიშვილის დასამხობად. ასე უნდა გავაკეთო კომენტარი. შაბათის ცხრიანის ახალ სეზონს ხსნით ფარული ჩანაწერის ისტორიით, რომელსაც ოცნებაში შიდა გადატრიალება მოყვა. ჩანაწერები ასე მოხდა ბიძინა ივანიშვილის არჩი მომხაზარაზე როგორ უწოდა შავლიკან. ექს-პრემიერის და მისი მეგობარი ბანკირის საუბარი ფარულად ჩაწერეს და ივანიშვილს მიუტანეს. ბიძინა ივანიშვილი კვირიკაშვილს უთხრა ეს ფრაზა: შენ და ხაზარაძე აპირებით ჩემს გვერდით გაწევასო? ჩვენთან კურიერში ნახეთ, რას გეგმავდნენ, რაზე ისაუბრეს და რაზე შეთანხმდნენ ხაზარაძე და კვირიკაშვილი. საუბარი იყო იმაზე, რომ ოლიგარქები უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლებას. ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძეზე ნადირობის სეზონი გახსნა. დღეს ჩვენ მოგიყვებით რეალურ მიზეზს, რატომ ეშინია ქვეყნის უმდიდრეს ადამიანს, ქვეყნის ყველაზე სტაჟიანი ბანკირის. ის შეიძლება მხოლოდ პოლიტიკურ ველზე აღმოჩნდეს მისი კონკურენტი. პოლიტიკური ინტრიგები, რომელსაც პარტია გადააყოლეს, ასეთი ქაოსი ქართულ ოცნებას ჯერ არ ახსოვს. შუშის სასახლესთან ფარული ჩანაწერებით შეიარაღებული ოცნების ლიდერების რიგებია. დღეს 9 საათზე კომპრომატებით ომი ოლიგარქის კარზე. ამ კადრების ყველა ეგზემპლარი წაშალეს. დარბაზიდან გააქრეს. ქართული ოცნების სადამშელო ბრიგადებს ამ ვიდეო მასალის ყველაზე მეტად ეშინიათ. კინის ხელკეთით გამეტებით ჩააკრა ზურას თავში. შაბათის კურიერის ექსკლუზივი. განადგურებას გადარჩენილი ერთადერთი ვიდეო ფაილი. ნახეთ ზონდერები, რომლებიც კორცხელში ოპოზიციას ასისხლიანებდნენ. ახლა კი უკვე გამოჩენილ ქართულ სპორტსმენებს უსწორდებიან. ლაგვირ კინის საგნით, რომელიცაც მე მიქნევდა და მომართა თავში. ოცნების სადამშელო ბრიგადებს პოლიცია ვერ ეხება. მტკიცებულებები სამართალდამცველებს არ აინტერესებთ. ძალოვნები მოწმეებს არ კითხავენ. ვინ მისცა და რის სანაცვლოდ მისცა ხელშეუხებლობის გარანტია ქართული ოცნების სიკვდილის ბრიგადებს. პასუხი აგვისტა გადადგეს დაანებობით. ეს გამირბიხართ, ეს ისინი არ გვინდა ძალიან ხო? ფული ერთხულ ბიზნესმენებს, კახი კალაძე ქართული ოცნების სპონსორებს 64 მილიონს აძლევს. არის თუ არა ეს გადაწყვეტილება მიღებული იმის გამო, რომ ისინი არიან ქართული ოცნების შემომწირვები. ჩვენთან კურიერში სქემა, როგორ იღებენ ბიზნესმენები მილიონებს ბიუჯეტიდან და შემდეგ როგორ მიდის წილი მართლ პარტიაში. დისკვალიფიკაციის საფუძვლის მქონე კომპანია გამარჯვებულად გამოცხადდა. ხალხის ფულით დაფინანსებული ოცნების მაღალჩინოსნების ცხოვრება შაბათის ცხრიანში. ვინ პასუხისმგებელი პირი არის ტენდერთან დაკავშირებით? შეკითხები. ზემატ ყებავანის რესტორანში ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს საქმე ხარბაცხოს. პოლიციელებმა პროკურორებს სცემეს. ხელმა არ მაიცის, რომ ეს იყო აჩარლი და ახლა არის პოლიციის უფროსის მოადგილე. ძალოვნები ახლა ერთმანეთში არკვევენ, ვინ ჩაარტყა პირველმა თავში დოქი. დამტროულია ყველაფერი, თავყაი და ყველაფერი. ნარკოტიკების საქმე, რომლის ჩაფარცხვასაც პოლიცია პროკურატურას თხოვდა, მუშტიკრივით დასრულდა. მისი ახლობლის საქმის ჩაფარცხვას თხოვდა, რაზეც უარი მიიღო და ამას მოყვა შემდგომ ეს დაპირისპირება. ორივე მხარე ახლა ერთმანეთს სამაგალითო შურისძიებით ემუქრება. შავი თეთრზე წერია, რომ 60,000 ბავშვზე მეტი იკვებებოდა უხარისხოდ. თქვენი შვილების ხარჯზე დაზოგილი ფული ბაღებში უხარისხო საკვები შედის. ეს არ არის გადაცდომა, რის გამო ჩვენ მას შევიყვანდით შავსიაში. კურიერს მერის თანამშრომლობა შიდა შემოწმების დოკუმენტები მიაწოდეს. შობელს აინტერესებს მისი შვილი რამდენად უსაფრთხოდ იკვებება. დღეს 9 საათზე თავად ნახეთ, რით კვებავს ხელისუფლება თქვენს შვილებს. კომპანიას, რომელიც ბავშვებს უხარისხო საკვებს აწვდიდა, კალაძემ ახსაზრდელების კვება კიდევ ერთი წლით ანდო. რატომ? ამას გაიგებთ უკვე 9-ზე. შაბათის კურიერში თქვენთვის მოსაყოლი კიდევ ბევრი გვაქვს. ხვდებით აქ, საღამოს 9-ზე, საქართველოს მთავარ არხზე.